ეს იმერეთის ეპარქიის ქუთაისის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში გაცემული დაბადების მეტრიკული წიგნია, რომელშიც აღნიშნულია, რომ 1877 წელს ერთი წლის იაკობ ნიკოლაძე მოინათლა. ცნობილი მოქანდაკე და საქართველოში რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი, რომლის სახელსაც არაერთი ისტორიული მოვლენა უკავშირდება, 1876 წლის 26 მაისს დაიბადა. 1876 წლის 28 მაისს დაიბადა ერთ-ერთი გამოჩენილი და ყველაზე დიდი ქართველი მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე. საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება მასთან დაკავშირებული დოკუმენტები. პირველ რიგში ეს გახლავთ ის დაბადების სააქტო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ იგი დაიბადა მოქალაქე ივანე ნიკოლაძის ოჯახში. იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი მეტრიკულ წიგნთან ერთად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდში 1908 წლის იმ მიმოწერას ინახავს, რომელსაც მოქანდაკე წმინდა ილია მართლის საფლავზე ქანდაკების დადგმის შესახებ პარიზიდან აწარმოებს. ხელნაწერებს შორის მრავალ საინტერესო დოკუმენტს თან ფოტომასალაც ერთვის. ეს გახლავთ 1908 წლის მიმოწერა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებთან ილიას საფლავზე იმ თავისი ცნობილი ქანდაკების დადგმის თაობაზე და აქ ერთვის ძალიან საინტერესო ქანდაკების ესკიზები და თვითონ მისი სურათი, რომელსაც იგი 1908 წელს აგზავნის პარიზიდან. ამ მასალებთან ერთად ნებისმიერ დაინტერესებულ მკვლევარს უკვე საშუალება აქვს არქივში მამაშვილ იაკობ და გიორგი ნიკოლაძეების მიერ გადაღებული ფოტოებიც ნახოს, რადგან ეს ისტორიული კადრები, რომლებიც აქამდე მხოლოდ მინის ნეგატივზე იყო შემორჩენილი, ციფრულ მატარებელზე გადავიდა.